ვარ ვაჩე ჩიტეიშვილი 6 წლის. სწავლობს სკოლა იუჯიში. ჩემი საყვარელი საქმიანობა მუსიკა, ცეკვა, სიმღერა, ვარდიში, ხატვა, კიდევ სწავლა. ბაღი კარგი იყო, მაგრამ სკოლა ჯობია. იმიტომ ჯობია, რომ მასწავლებელი მათემატიკას მიხსნის. კიდევ იმიტომ, რომ ყავს კარგი კლასელები. ჩემს კლასში ყველაზე მხიარულია მაგი, ყველაზე ჭკვიანია ათუკა, ყველაზე მშვიდია დეა, ყველაზე ცელქია ვაჩე ქაჯაია. მე ვარ ყველაზე სიმპათიური, ამიტომაც ყავს ძალიან კარგი შეყვარებული. ცოლს რომ მოვიყვან, ვიქნები 33 წლის. შვილებს დავარქვევ ბარბარეს და ალექსანდრეს. ჩემი საყვარელი საგანია მათემატიკა. საყვარელი მასწავლებელია ნინო ჭერლიძე. საყვარელია და თბილი. რო გავისდები, მინდა გამოვიდე პოლიციელი. ბავშვობაში მინდოდა გამოსულიყავი მეხადრე. მე ძალიან მიყვარს ცეკვა და ჩემით ვისწავლე. ჩემი საყვარელი ცეკვაა გადაგანა. საყვარელი ილეთია ეს. ჩემ ქორწილში აუცილებლად ვიცეკვე. სახლში ვცხოვრობ მე, დედა, მამა, ბებია, ბაბუა. მინდა მყავდეს ერთი და მამიკო არის თბილი, საყვარელი, შიმშარი, ძლიელი. დედიკო არის ლამაზი, უბედნიერესი და მზრუნველი. ძალიან მიყვარს დედიკოს გაკეთებული ბლინები. ისე ჩემი საყვარელი საჭმელია პიცა. ჩემი ცოლი ყველაზე კარგად გამოაცხობს ლობიათს. მე ვარ ჭკვიანი ბიჭი და მიყვარს სწავლა. უკვე ვიცი ყველა ასოს დაწერა. ყველაზე მეტად მომწონს ასომგერა ლ. არ მომწონს ხ და ჯ ასომგერა. მე იცი გვრიტის ლექსი ვიცი ზღაპარიკი და მოგიყვე? იყო და არა იყო რა, იყო ერთი გვრიტი. გვრიტს ყავდა ბარტყები. მე ჩემი საყვარელი ფილმია დრაკონი. ხატვაც ძალიან მიყვარს. ყველაზე კარგად ხატავ მანქანას. იცი რა, მე სახლში სახატავი რვეული მქონდა და ყველაფერი დავხატე. გზა, მანქანა, ნაყინის მაღაზია, ქუჩა, კიდევ ბავშვები, სკოლა. სამოგზაუროდ წავიდოდი აფრიკაში. ადამიანს აფრიკაში, იმიტომ რომ ცხოველები არის, ლომები, ვეფხვები, მატორქები და ბეჰემოტები. გარეული ცხოველები და სახლში მინდა მყავდეს სპილო. წინა მონაწილემ დამიტოვა შეკითხვა. ვისთან ერთად გაფრინდებოდი კოსმოსში? მე კოსმოსში გაფრინდებოდი ჩემი შეყვარებულთან ერთად. შემდეგ მონაწილეს ასეთ შეკითხვას უტოვებ. რა არის მისი ოცნების საჩუქარი? მაგალითად, ჩემი ოცნების საჩუქარია ბრილიანტის ბეჭედი. ბედნიერება არის დედიკო, მამიკო, ბებია, ბაბუა. მე ვარ ბედნიერი ადამიანი.